აი რატო არის ხოლმე რომ ხუფს ვცვლით რადიატორზე ან ვაკეთებთ ორიგინალ რადიატორებს, იმიტომ რომ ეხა ეს რადიატორი მანქანა გვეწვია, რომელსაც ახალი რადიატორი ეყენა. და მაინც იკლებდა წყალს რა, როცა შევამოწმეთ, აი ეს ხუფში იყო, ანუ ქარხნული წუნი აქვს რა ამ ახალ რადიატორს. და რაში გამოიხატებოდა ეხა ქარხნული წუნი. აი ეს კბილები ქონდა აწეული და პლუს რეზინს დააკვირდით, როგორ არის ჩაყოლებული, ქარხნულად არის ცუდად ჩაყოლებული რა. ჩვენ ეხა ეს უნდა დავამუშაოთ. უნდა ამოვიღოთ ეს რეზინი, ცალკე დავამუშაოთ და პლუს ეს ალუმინის ნაწილი, რაც იკავებს ეს კიდე ცალკე უნდა დამუშავდეს. ამასთან ერთად უნდა დამუშავდეს აი ეს ხუფი. ამიტომ გვიწევს ხოლმე, რომ ამიტომ არის ხოლმე პერიოდულად უმჯობესი, რომ მანქანაზე რაც აყენია ორიგინალი რადიატორი რა, ზედვე რაც მოყვა მანქანას, ის რადიატორი გაირეცხოს, აღდგეს, შეიცვალოს ხუფი და ისევ ის დაყენდეს, ვიდრე პირობითად ახალი დაყენდეს და ისევ ხარჯი გაგიყვანოთ, იმიტომ რომ ეხა ამ მანქანაზე რო შეიცვალა ცალკე ხარჯი არის, პლუს ამას კიდე ეხა უნდა გაკეთდეს ეგეც ცალკე ხარჯია. რო არ გააკეთოთ, წყალს იკლებდა საკმაოდ დიდი რაოდენობით. ეგრეც ვერ იზავთ რა, ძრავი უნდა გაგრილდეს. მთავარია ის, რომ ძრავი უნდა იყოს გრილად. ეგ სხვათა შორის მოქმედებს არა მხოლოდ იმაზე, რომ ძრავი გადახურდება თუ არა, არამედ მოქმედებს იმაზეც, რომ რამდენს გიწვავთ საწვავს. თუ სწორი გაგრილება არ ხდება ძრავის ტემპერატურების სწორი შენარჩუნება, ამ დროს საკმაოდ ისეთი გრძნობიარეთ მომატებულია საწვავის წვა, როგორც არის დაახლოებით ლიტრა-ნახევარი 2 ლიტრა. ამ სხვაობას იძლევა. შესაბამისად არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჯობია ახალი დაყენდეს, როცა უკვე ეს დამპალია და არაფერში აღარ წერია, არის ხოლმე მომენტები, რომ აი ძველის გაკეთება არის უმჯობესი. შესაბამისად რადიატორზე, წყლის სისტემაზე, პომპა, თერმოსტატი და ასე შემდეგ დეტალებზე თუ გჭირდებათ დახმარება, გელოდებით ავტომასტერში, არა მხოლოდ წყლის სისტემაზე, არამედ წვის კამერაზეც და დიაგნოსტირებებზეც, რაც მთავარია.